წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი სენსაციებით სავსე იქნება. ამას გვპირდებიან დებიუტანტი ნაკრებები, როგორებიც იორდანია, უზბეკეთი, კურასაო და კაბო-ვერდე არიან. კატარი ადრე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობდა, თუმცა ახლა პირველად მოიპოვა კვალიფიკაცია სპორტული შედეგებით. ზედიზედ მესამე მუნდიალს გამოტოვებს იტალიის ეროვნული ნაკრები, რომელიც პენალტების სერიაში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა. თავის მხრივ ბალკანელები კი 12 წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოში უდიდეს სპორტულ სცენას უბრუნდებიან. სულ ბოლოს მუნდიალზე თამაშის უფლება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ერაყის ნაკრებებმა მოიპოვეს, რის მერეც გაირკვა, რომ აფრიკელებს ევროპელთა შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტი 10 წარმომადგენელი ეყოლებათ. 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება ყველა წინა 22 ტურნირისგან და ეს ცვლილებები როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებს მოიტანს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ფორმატს ეხება. 1998 წლიდან 2022 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობდა 32 გუნდი. ეს იყო მარტივი, სტრუქტურირებული და ლოგიკური სისტემა. ამჯერად კი ტურნირში 48 ქვეყანა ითამაშებს, რაც უკვე ბევრად უფრო რთულ სურათს ქმნის. პირველ ეტაპზე გაიმართება 72 მატჩი 12 ჯგუფში, 16 დღის განმავლობაში. შედეგად მხოლოდ 16 გუნდი გამოეთიშება ტურნირს. თითო ჯგუფიდან 2 საუკეთესო და ასევე 8 საუკეთესო მესამე ადგილოსანი გადაინაცვლებს პლეი-ოფში. წარსულში ხშირად სამი ქულაც საკმარისი იყო მესამე ადგილის დასაკავებლად, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ვიხილოთ სიტუაციას, სადაც გუნდი სამივე მატჩს ვერ მოიგებს, მაგრამ მაინც გავა შემდეგ ეტაპზე, რაც ბევრისთვის არალოგიკურ შედეგად შეიძლება ჩანდეს. კრიტიკოსების აზრით 32 გუნდიანი ფორმატი ბევრად უფრო სამართლიანი და გამართული იყო, ხოლო 48 გუნდიანი სისტემა შეიძლება ქაოსურადაც კი აღიქმებოდეს. თუმცა მეორე მხრივ გაფართოებული ფორმატი მეტ ქვეყანას აძლევს შანსს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისტორიულად ნაკლები წარმატება ჰქონდათ. იდეა არის ის, რომ ეს ტურნირი გლობალურია და რაც უფრო მეტი რეგიონი იქნება წარმოდგენილი, მით უფრო საინტერესო გახდება. ამის ოპტიმისტური ხედვა არის ახალი ისტორიები, ახალი გუნდები და ახალი ემოციები, რომლებიც მათ ქვეყნებში დიდ გავლენას მოახდენს. პესიმისტური ხედვით კი ეს ნიშნავს სუსტ გუნდებს, მეტ არათანაბარ თამაშებს და ნაკლებ კონკურენციას. მაგალითად, კაბო-ვერდე 9 მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეობით ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. ცალკე საკითხია კურასაო, რომელიც დიდ ტურნირებზე გასულ სახელმწიფოებს შორის ისტორიაში ყველაზე პატარაა. FIFA-ს რეიტინგში კი ორივე ზემოთ ნახსენები ნაკრები და სხვა დებიუტანტებიც 50-ს მიღმა არიან. ისტორიულად ყველაზე დაბალ რეიტინგული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩრდილოეთ კორეა იყო 2010 წელს, როცა 105 ადგილზე იმყოფებოდა და ჯგუფში სამივე მატჩი დიდი ანგარიშით წააგო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 2026 წელს აუცილებლად მოსალოდნელია ერთმხრივი თამაშები. ევროპის ჩემპიონატზე, როცა გუნდების რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზარდა, ამ ცვლილებამ ახალ ნაკრებებს წარმატების საფუძველი დაუდო. მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაშიც ყოფილა არაერთი სურპრიზი. სენეგალმა 2002 წელს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხა, ნიგერიამ არგენტინასა და იტალიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ხოლო ირლანდიამ 1990 წელს მეოთხედფინალამდეც მიაღწია. ხშირად ძლიერებიც კი მარცხდებიან. 2022 წელს მექსიკა, გერმანია, ბელგია და ურუგვაი ჯგუფურ ეტაპზევე გამოვარდნენ. ამიტომ ახალი ფორმატი შეიძლება მხოლოდ სისუსტეს არ ნიშნავდეს, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც. გუნდები უნდა განიხილებოდნენ როგორც რეალური მიმდინარე ფორმის მქონე კოლექტივები და არა მხოლოდ მათი ისტორიული რეპუტაციით. მაგალითად, უზბეკეთს ყავს ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეები, ხოლო კაბო-ვერდეს გუნდს ძლიერი გუნდური ერთობა და მზარდი რესურსი გააჩნია. დღეს საერთაშორისო ფეხბურთი აღარ არის სპორტის აბსოლუტური მწვერვალი. საკლუბო ფეხბურთი განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგა ბევრად დომინანტურია. ეს შეიძლება იყოს ნოსტალგიის მიზეზი, მაგრამ ასევე ქმნის სივრცეს ახალი ისტორიებისთვის. მართალია, ზოგი თამაში შეიძლება არათანაბარი იყოს, მაგრამ სწორედ ასეთ ტურნირებში ჩნდება სიურპრიზების შანსი. წარმოიდგინეთ, თუ კაბო-ვერდე დაამარცხებს პორტუგალიას, თავის ყოფილ კოლონიალურ ძალას, ან თუ იორდანია მოუტანს დიდ სიხარულს ქვეყანას, რომელსაც რთული პერიოდი აქვს. ამიტომ მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველთვის უნდა იყოს ისტორიების ტურნირი და წლევანდელი მუნდიალი მონაწილეთა სახელებიდან გამომდინარე, აღნიშნული სცენარის განვითარებას გვპირდება.